სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ესე არ ცხოვრება საუკუნო რაითა გიცოდენ შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესო ქრისტე. ეკლესია წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შეაბონებს თავის სამწყსოს სარწმუნოების უცვლელად დაცვის აუცილებლობას. დღევანდელი დღეც ერთ-ერთი მათგანია და წმინდა ეკლესია 7 მსოფლიო კრების მოხსენიებით, ამ მამების მოხსენიებით გავმეორდები კიდევ ერთხელ შეგვაგონებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანი ფლობდეს მართალ სარწმუნოებას. ადამიანს ჰქონდეს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, ანუ იცოდეს და იცნობდეს ღმერთს. და უფალი დღევანდელ სახარებაში აი ამ სიტყვებით, რომელიც ახლა გავიმეორებ, სწორედ ამას განგვიმართავს, რომ ცხოვრება საუკუნო არის, როცა იცი ღმერთი, როცა იცნობ ღმერთს. თუ ადამიანი არ იცნობს ღმერთს, ამ სიტყვებიდან გამომდინარე ის საუკუნო ცხოვრებას ვერ დაიმკვიდრებს. სწორედ ამიტომაც ეს გააზრებული ქონდათ რა ჩვენს ძალიან დიდ წინაპრებს და კერძოდ დღევანდელ მოხსენიებულ 7 მსოფლიო კრების მამებს ამ სიწმინდის დაცვისათვის არ დაიშურეს მათ არც დრო, არც ენერგია და არც საკუთარი სისხლი. იმიტომ რომ მრავალი მათგანი მოწამეობრივად აღესრულა ჩვენი რწმენის დღემდე ჩვენამდე მოტანისათვის. სხვა არაფრისათვის. ისინი არ დაუსჯიართ არც ქონების გაფლანგვისათვის, არც რაიმე სხვა საქციელისთვის. თითოეული მათგანი აღსრულებული, ტანჯული, დევნილი იყო იმისათვის, რომ ერთადერთ რამეს არ ამბობდნენ, სარწმუნოებაზე არ ამბობდნენ იმას, რაც არის. ძალიან ხშირად ვიმეორებ და დღესაც გავმეორდები საოცარი სიტყვები წმინდა ირინეოს ლიონელის, რომელიც ამბობს, სარწმუნოება არის ის, რაც მოგეცა და არა ის, რაც შენ გამოიგონე. კაცობრიობის მტერი, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენმა უფალმა დაამარცხა რა ის ჯვარზე, მას არ დაუსვენი. ჩვენგან განსხვავებით არ ნებდება. არასდროს არ ნებდება და ჩვენგან განსხვავებით შეგულებას არ იღებს, ესე ვთქვათ, თავისი საქმისგან. ჩვენ ხშირად გვიყვარს ხოლმე შეგულების გამოცხადება სულიერებიდან, ჩვენ საქმეებზე გადართვა და გონია რომ ეს ესე უყალოდ ჩაიგდეს. აი ჩვენგან განსხვავებით ეშმაკი ამას არასდროს არ შევა. და არც არასდროს არ უქმნია. ის ძალიან მიზანდასახულია ადამიანის დაღუპვის საქმეში და პირველივე წლებიდან ქრისტიანობისა ის სწორედ ამას ცდილობდა. მიხვდა რა რომ ვერაფერი ვერ გახდა ძალით, ვერაფერი ვერ გახდა სხვა საშუალებებით, მოიგონა ეს ხერხი, რომ შიგნიდან დაენგრია ეკლესია, შიგნიდან დაეღუპა ის ადამიანები, ვინც დაუდევრად და უგულისხმოდ ეკიდებოდნენ სარწმუნოებას. ადამიანების გამოყენებით, ამაყი ადამიანების გამოყენებით ეშმაკმა დაიწყო სარწმუნოებაში ცრუ სწავლებების შემოტანა. რა არის ცრუ სწავლება? ცრუ წარმოდგენების შემოტანა ღმერთზე. შეიძლება ზოგიერთმა კი არა, ალბათ უმრავლესობა დღესაც ფიქრობს, რომ ეხლა რა დიდი განსხვავება არის, მე ეხლა ზეღმერთზე ვიტყვი ერთარსია, თანაარსია, სული წმინდაზე ვიტყვი მამისგან გამოდის და ძისგან თუ მხოლოდ მამისგან გამოდის. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ, საუბედუროდ მათთვის დღესაც ესე ფიქრობს, რომ ამაში დიდი არაფერი არ არის. მაგრამ ჩვენი მამები ასე არ ფიქრობდნენ. და გავმეორდები, ბევრმა მათგანმა ეს საკუთარი სისხლით დაამოწმა. საკუთარი სისხლით დაამოწმა, რომ ესე არ არის და დღევანდელი სახარება სწორედ ამიტომ არის შერჩეული. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ შეგვაგონებს, რომ ცხოვრება საუკუნო არის ღმერთის სწორად ცოდნაში. და მერე თუ დააკვირდებით, რომ აგრძელებს მაცხოვარი, ნახეთ როგორ ევედრება მომავალს. რომ მე ყველასთვის კი არ კითხაო, აი ამათთვის კითხაო. ვინც მე მომეციო, ვინც ჩემგან ისწავლა შენი თაყვანისცემაო, ვინც ჩემგან ისწავლა და მიიღო ეს სწავლება.
ნახეთ როგორ აგრძელებს რა, რამდენად საგულისხმო მომენტი არის ახარებიდან. როგორ ამბობს მაცხოვარი, მე ამათთვის გევედრე, ვინც მიიღო ჩემი სწავლა. ჩვენ კი სამწუხაროდ დღეს ახლა ბევრს რო ვკითხო, მრწამსი რა არისო, ბევრმა მონათლული ქრისტიანია და არ იცის. არადა ამ მრწამსის ჩამოყალიბებას შეეწირა თასობით ადამიანი. სულ 12 მუხლი არის და ბევრმა ქრისტიანმა არც კი იცის. არადა ამ 12 მუხლში არის ყველაფერი, საერთოდ რაც ადამიანის ცხოვრებისთვისაა საჭირო. ეს 12 მუხლი თუ ადამიანმა სწორად იცის და არა მარტო ზეპირად. ზეპირად ცოდნაზე არ ვლაპარაკობ. თუ ადამიანმა სწორად იცის, თუ ადამიანმა გაიგო ამ 12 მუხლის შინაარსი, დამერწმუნეთ მისი ცოდვების რაოდენობა რადიკალურად შემცირდება და მისი როგორც ქრისტიანის ცხოვრება კაცილებით უფრო სიღრმისეული გახდება. კაცილებით უფრო სიღრმისეული. ჯერ მარტო ადამიანმა სულ პირველ სიტყვებს რო დაუკვირდეს, წამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი. შემოქმედი ცათა და ქვეყანასა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა. მარტო ამას რო დაუფიქრე ადამიანი რას ნიშნავს, ხო? წამს ერთი ღმერთი. მამა. ნახეთ, ვიღაცა სხვა კი არა. ისეთი ღმერთი კი არა წარმართებს რო ყავდათ მრისხანე, ძალაუფლების მოყვარული, რომელიც შემოწირულობას ითხოვდა მათგან. არა, ჩვენი ღმერთი ესეთი არა, ჩვენი ღმერთი გვეუბნება ჩვენი მწამსის პირველივე მუხლიდან, რომ არის მამა. მამა, მზრუნველი, მოყვარული მამა, რომელმაც შექმნა ყოველივე. ხილულიც და უხილავიც. აქვე გვეუბნება, ხო, რომ მისი შექმნილი ხარ, რასაც ხედავ, ყველაფერი მისია. მისი ხელიდან გამოვიდა. აქედან გამომდინარე, უაზრობა ისაუბროს სხვა რამეზე. ეს ადამიანი ყველაფერზე ლაპარაკობს. როგორ გადაარჩინოს ბუნება, როგორ გადაარჩინოს ადამიანი, როგორ გადაარჩინოს ზნეობრიობა ადამიანში, მაგრამ ავიწყდება ღმერთი. ყველა ხერხზე ხმარობენ, მაგრამ ღმერთი ავიწყდება. არადა ის არის შემოქმედი და ის არის მამა. თუ მას სწორედ გაიცნობ და მას შეეხვეწები და მას დაუჯერებ, წინა კვირას ვისაუბრეთ ჩვენ, ხო? წვიმაც თავის დროზე მოვა, მოსავალიც თავის დროზე მოვა და გაჭირვებაშიც მაწყარი იქნება. დევნულებაშიც ბედნიერი იქნება. თუ მას დაუჯერებ, რატომ? იმიტომ რომ ადამიანმა ამის რატო გჯერა და რატო ხარ თამამად? იმიტომ რომ წამსის მხოლოდ პირველი მუხლი იცი. იმიტომ რომ წამს რომ შენი შემოქმედი ღმერთი არის შენი მამა. და წამს რომ ყოველივე რაც ამ ქვეყანაზე არის, რასაც ხედავ, რაც გჭირს, ყველაფერი მისი შექმნილია. ადამიანი რა თქმა უნდა, როცა ამას იაზრებდა, სიტყვა წამს შენთვის არ არის მხოლოდ ლოცვის წიგნში ჩაწერილი რაღაცა სიტყვა, რომელსაც შინაგანი მნიშვნელობა და დატვირთვა შენთვის არ არის. მაშინ უკვე ძალიან მხნე ხარ ყოველთვის. მაგრამ თუ ამ სიტყვებს აქვს შენთვის მხოლოდ წაკითხული სიტყვების და იქვე რჩება, მაშინ უკვე გიჭირს ცხოვრებაში. ყველა განსაცდელი გარყევს. ყველა განსაცდელი, სულ პატარა განსაცდელიც რო იყოს, შეგარყევს ადამიანს. მაგრამ თუ გწამს შემოქმედი ღმერთი, რომ არის შენი მამა, მაშინ რაც არ უნდა განსაცდელი იყოს, მხნედ გეხარ ფეხებს. ხნედ. ასე შეიძლება მთელი წამსის შესახებ საუბარი. შემდეგი მუხლები ჩვენს უფალზე იესო ქრისტეს ეხება, ხო? და რას განგვიმარტავს? რომ იგი არის თანაშემოქმედი მამასთან ერთად, ყოველივესი. ყოველივესი, ისიც არის შემოქმედი ღმერთი. შემოქმედი ღმერთი, რომელიც განკაცდა ღვთისმშობლისგან ჩვენთვის. ანუ ჩვენთვის მიიღო ადამიანური ბუნება. ჩვენ წეღან თქვით, რომ ღმერთი არის მამა ჩვენი და არა ისეთი ღმერთი, როგორც წარმართებს ყავდათ, რომელიც მათგან ითხოვდა საკუთარ შვილების მსხვერპლად შეწირვას.
იმ ღმერთებისთვის ადამიანები იყვნენ მსახურები მათი. ჩვენ შემთხვევაში ჩვენი ღმერთი არის ჩვენი მსახური. თავადუფალი ამბობს, რომ მე მოვედი მსახურებად. და მამა რომ არის იმის დასტურია, რომ განკაცდა მისი ძე. როგორ უყვარვართ, როგორ აჩვენა თავისი სიყვარული, რომ თავისი მხოლოდ შობილი ძე წარმოგზავნა დედამიწაზე, რადგან სხვა გზა არ იყო ადამიანთა გამოხსნისა, რომ მსხვერპლად შეეწირა საკუთარი ძე. ნახეთ, როგორ იქცევა წარმართების ღმერთი, ითხოვს მსხვერპლად შვილების შეწირვას, როგორ იქცევა ჩვენი ღმერთი, საკუთარ ძეს გვწირავს ჩვენ. აი ეს ყველაფერი არის მწამში. შემდგომ სულიწმინდაზე საუბარი ძალიან გაგვიგრძელდება ახლა საუბარი რომ ამაზე განვაცხადოთ. ძალიან გაგვიგრძელდება. მაგრამ სულ ბოლოს ერთი მინდა გითხრათ, რასაც არავინ სამწუხაროდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩამოვთვლით რა სამება ღმერთს, მამა ღმერთს, სულიწმინდა ძე ღმერთს და სულიწმინდა ღმერთს, მათ თვისებებს თუ როგორ წამს ჩვენ იგი ისინი. მერე ჩვენს მწამში წერია ესეთი რამე და ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია. ანუ ჩვენ გვწამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ნახეთ, ჩვენ გვწამს ის როგორც ცოცხალი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბევრ ადამიანს ეკლესია როგორც ცოცხალი ორგანიზმი ქრისტესი არ წამს. არადა ამ რწმენის გარეშე ადამიანის გადარჩენა წარმოუდგენელი. თუ ადამიანს ეკლესია ჰგონია ორგანიზაცია, ესეთი ადამიანი ვერ გადარჩება. რატომ ვერ გადარჩება? იმიტომ რომ ასეთი ადამიანისთვის ეკლესია არ არის დედა. და რადგან ეკლესია არ არის დედა, არც ღმერთია მისთვის მამა. ამიტომ წამში მამებმა ჩაგვიდეს ეს, რომ ჩვენ წამს ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ამ ეკლესიაში ვიბადებით, ამ ეკლესიაში ცოცხლობთ და ამ ეკლესიაში ვკვდებით და მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ჩვენი გადარჩენა. სხვანაირად არა. აი ამ ეკლესიის სიწმინდის დაცვას იხსენებს დღეს ეკლესია. იხსენებს ამ მამებს, რომლებმაც გავმეორდები დრო, ენერგია, საკუთარი ცხოვრება და სიცოცხლეც კი შესწირეს. რომ ჩვენ აი ეს რაც ახლა ვილაპარაკეთ, ყოველ დილის როცვაში რასაც ვამბობ, წამს ერთი ღმერთი, მამა ყოლის სამფლობელი და ასე შემდეგ. აი ეს სიტყვები რო ჩვენ სწორად გვეთქვა. რომ გვწოდნოდა ხატთა თაყვანისცემა. აი ამას შეეწირა. რომ გვწოდნოდა წმინდათა ნაწილების თაყვანისცემა. ამას შეეწირა. რომ გვწოდნოდა სწორი ლოცვა. ამას შეეწირა. აი რას ჩვენ ესე ვთქვათ, ყოველდღიურად შეიძლება ცოტა ისე გულზე მოკვდეს გვეზარება. აი რა ჩვენ ყოველ დღე გვეზარება. აი ამის ჩვენამდე მოტანას ეს ადამიანები შეეწირა. არა მარტო ისინი, რა თქმა უნდა. კიდე სხვა ბევრი. და ჩვენ გვეზარება. ელემენტარული გვეზარება. დილის ლოცვის თქმა გვეზარება, საღამოს ლოცვის თქმა გვეზარება. თუ ვამბობთ, ისე უხეიროთ ვამბობთ, ისე უსურგულოთ ვამბობთ. რომ წაკითხვისთანავე არ გვახსოვს რა ვთქვით. წაკითხვისთანავე არ გვახსოვს რა ვთქვით. არ ვიცით ხატები საერთოდ არ გვაინტერესებს ფაქტო. კი, გვიკიდია სახში, მაგრამ აი სწორად გამიგეთ, ბოდიშვილი, განა ვინმეზე ვლაპარაკობ. საკუთარ თავზე და ჩვენ ყველა ჩვენთაგანმა შევხედოთ ჩვენ. აი რომ შევდივართ ან ჩვენ სახში, ყველაზე მტრიანი ადგილი არის ხატების კუთხე. ყველაზე მტრიანი ადგილი. ყველაზე მოუწესრიგებელი ადგილი. სამწუხაროდ ზოგი სახში ყველაზე უსახური ადგილი.
ადამიანი აშენებს უზარმაზარ სახს და მღვდელი რო საკურთხებლად მივა, მე ეკითხება სად დავკიდო ხატი. და ადგილი აღმოჩნდება ან კარიდორში, ან ტუალეტის წინ. სხვა ადგილი არ აქვს. კიდე ერთხელ ვიმეორებ, ვიღაცის განსაკითხად კი არ ვიძახი. უბრალოდ ესეთი მძაფრი მაგალითი ხოლმე მე კარგად გასააზრებელია ჩვენთვის. მე ჩვენ უკვე ჩვენ თავს უნდა მოვარგოთ და დავფიქრდეთ ჩვენთან როგორ არის ეს მდგომარეობა. ადამიანის სახში ყველაზე კარგი ადგილი უნდა იყოს ხატებისთვის. ყველაზე სუფთა ადგილი უნდა იყოს სალოცავი კუთხე. ყველაზე მშვიდი ადგილი უნდა იყოს სალოცავი კუთხე. პირველ რიგში ადამიანი, როდესაც სახს აშენებს, ყიდულობს, პირველ რიგში ამაზე უნდა ფიქრობდეს. აი რომ ყიდულობს სახს, აბა სად არის აქ? არის ამ სახში ის ადგილი, სადაც მე ხატებს დავკიდებ. თუ არ არის სხვა მოძებნა. ქრისტიანი წესით ესე უნდა ფიქრობდეს, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ ვფიქრობთ. ყველა კომფორტზე ვიფიქრებთ, როცა სახს ყიდულობთ. ყველა კომფორტზე. და ლოცვის კუთხეზე არავის სადმე დავალაგებ. კიდე ერთხელ ამას რატო ამბობ? ეს აჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენს რწმენასთან. და დღევანდელ დღეს აი ამის წარმოჩინება ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ვიგონებთ იმ კრებებს, რომლებმაც ჩვენამდე ჩვენი სარწმუნოება მოიტანეს შეურყვნელი. ვერავინ და ვერაფერი რო ვერ შეეხება. რაც არ უნდა ცხოვრებაში პრობლემა წარმოგიდგეს, ღმერთის შესახებ შეკითხვა გაგიჩნდეს, ყველაფერი ამ ადამიანებმა ამ 7 კრების განმავლობაში გადაწყვეტეს. მე-4 საუკუნიდან მე-8 საუკუნის ჩათვლით. და ჩვენ კი ეს არაფერი სამწუხაროდ არ ვიცით. ეს არის ძალიან სამწუხარო და მინდა რომ წაგაქეზოთ, გაგაგულიანოთ, რომ დაიკითხოთ, არის ღვთისშეწევნი წიგნებია იმდენი, წიგნებიც აღარ გჭირდება უკვე ინტერნეტში ძდევს იმდენი ვიდეოები, ძალიან კარგი ვიდეოები, სადაც ადამიანები ხსნიან ძველ აღთქმას თუ ახალ აღთქმას თუ რა ვიცი, ძალიან ბევრ ამის გადაგებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, მინდა გთხოვოთ, რომ ცოტა დრო მაინც დაუთმოთ ამ საკითხის შესწავლას, იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავმეორდები და ამით დავასრულებ ჩვენი უფლის სიტყვებს, რომ ცხოვრება საუკუნო არის ის, როცა იციან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი. ამის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, რაც აგვარიდოს ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს და ყველა ადამიანს და ყველას მოგმადლოს ჭეშმარიტი ღმერთის ცოდნა და ცხონება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვიჩნდეთ.